დაიწყო პირველი რაუნდი. აი აქტიურად მუშაობს. შევიდა პირველი შესვლა. ნახოთ აუღო ზურგი, მაგრამ ჯერჯერობით თავს იცავს. ისევ იცავს. მილიონი სტილობს, თუმცა არ უჭირავს. თემდახშობა გაუჭირდება. ეს უკონტროლებს კრიტიკული ვერ აუღო. შეუკრახე და მუშაობს კონტროლს. აიცადოს კედლისკენ რომ მივიდეს და აღდის, მაგრამ ძლიერად მუშაობენ ბიჭები. გამოიწვევს პრინციპი თავარი არ დაიღალო, მეხადა ბევრი ენერგია არ დახარჯა, ხო? ეს მინუსი აქვს ალბათ ამას, როდესაც კიცეს აუღებ, ან დაასრულო, ან იღლები რა. ხო, ხელები ეთიშება ახლა. ხშირ შემთხვევაში. აი ძალიან ცუდია ეს რო ხელებს ხლი და შემდეგ უკვე არჩევანი გაქვს. ნახევარი რაუნდი და კიდევ 2 რაუნდი ზემოდან. ჯერობით გაქცევას არ ცდილობს, უკვე აუზებს იღებს დასვენებისთვის. მაგრამ ვაღიაროთ, რომ ქვევიდან მუშაობაც ქულებად იწერება. თუ ზევიდან ვინც არის, არ მუშაობს, ქვევიდან აქტიურობას უკვე ადრე იყო ეგეთ ვარიანტი, მარტო ზემოდან ვის იყო. მარტო კონტროლი. ხო. ეხლა უკვე ვინც აქტიურია ის. თუ არა, თუ კონტროლიერი მაინც კონტროლს აძლევს უპრეტესობას, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ალბათ მოდებაძეს მიყავს ეს ბრძოლა. სამკუთხედს ცდილობს, მაგრამ უფრო ადგომისკენ ჯობია რომ წავიდეს. კი, დგება. მუხლით კარგი. მაგრამ იგი აი ზურგზე გადავიდა, თუმცა შეიცვალა სიტუაცია. ჩენელი 40 აი ძლიერი დარტყმები. აი ამბარზე გადადიოდა ახლა მოდებაძე. გამოეცა აი ძლიერი დარტყმები. ნახოთ მიეცა შანსი 30 წამი ჩიტიძეს შემოგთავაზებს. კარგი ფეხის დაცვა, კარგი აღება. აქაც ხელი თუ დაუტოვა და ფეხი გადაადო, შეიძლება მაჩობელას აკეთება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უკონტროლებს. აი გადაადო. ვერ გადაადო. დროც ისეთია, მალე ადგებიან. ალბათ ჯობდა დარტყმებზე ემუშავა ვიდრე პოლიციის გაუმჯობესებაზე. დამსრულდა პირველი რაუნდი. პაუზა იყო, ბოლო უფრო დაისვენა, ვიდრე შეტევაზე გადავიდა. თანაბარი იყო, ჩემი აზრით, უპირატესობა არც ეს არ ქონდა იმდენად. სოფტი ალბათ მაინც მოდებაძეს უფრო დიდი ხანი აკონტროლებდა. ცოტა აქცენტირებული დარტყმები ბევრი არ ყოფილა. 2 შესვლა იყო. 2 გადაყვანით ალბათ მოიგებს ამ რაუნდს მოდებაძე. თუმცა ქვევიდან ურთხავდა ჩიტიძე, შეიძლება ეგეც გაითვალისწინოს საქმე. ეხლა თავისივე შესწრებით ჩავარდა, თორემ შეეძლო დაჭერა. ეხი აიღო და აიგაც კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ კარგად დაიცვა თავი. კი, ხება გამოვიდა. ისერი ქონდა ფაქტობრივად აღებული. აქ ამბავისწრება, აქ კარგი თავის დაცვა. და უკვე არა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა. ბოლო დასვენება გადაწყვიტა, ვიდრე შეტევა ჩემი აზრით. ნახოთ რა შეიცვლება მეორე რაუნდში. აი დაბოლოება რომ უფრო სხვანაირ ყოფილიყო, არ გაჩერებულიყო ზევიდან დაერთხა, უფრო თანაბარი იქნებოდა პირველი რაუნდი. კი, შეეძლო მაგით ვთქვი, ჩიტიძეს მეტი დარტყმები რომ აი შეეკრა. აი ძალიან საფრთხო შესვლა იყო, კინამ თავები დაეტაკა. პოზიცია დაკარგა, კარგი გოლზე იქნებოდა ჩიტიძეს. ფულ მაუნტზე იყო და ძლიერი კონტროლი ფეხი აუღო და უკვე გადაყვანას ცდილობს, გადაიყვანა კიდევაც. გადაიყვანა ჩიტიძე. კიკბოქსინგის წარმომადგენელი. კიკბოქსინგის სკოლის წარმომადგენელია. ვასილ ჩიტიძე, დავით თიანში ვარჯიშობს. უნდა ეცადო მოდებაძე რომ ადგეს
ძალიან კარგი კონტროლი აქვს, ფეხები აუღო, თუ ვერ აუღო ჯერ, ვერ აუღო კარგად, მაგრამ ცდილობა ჰქონდა. ეს ტრენერის სტილოს, მაგრამ ასე ადვილი ტრენეული არ არის, ეგ ჯერჯერობით კონტროლში არის. ეხლა მთავარია დაასრულოს. სავარაუდოდ ახლა როგორც ხედავთ, თუ ამ რაუნდში არ დამთავრდა, მესამე რაუნდი იქნება გადამწყვეტი. კი, წესით მესამე რაუნდი გადაწყვეტს, თუ ასე დამთავრდა ეს. ხო, რაუნდი კონტროლით. ფულგარძეა ჩიტიძე. აი დარტყმები. ზუსტი დარტყმა. საჯმა არ ჩათვალოს გაჩერება თორე. არა, არ მგონი, რომ ზუსტი დარტყმები არ ხდება აქცენტირებული. არა კონტროლში არის არა კონტროლებს თავის. ჩემი აზრით გააკონტროლოს და ისე დაარტყას. აი ეს გააკეთა. აი ახლა კარგია. ერთი ხელი გათიშული აქვს, მეორე თუ უტყამს. ძელდება დარტყმები და ახლა შეიძლება გადაწყვიტოს გაჩერება. აი მიდის ეუბნება რომ გაეკეციო. ბევრ დარტყმას იღებს და შეიძლება რომ გააჩეროს კიდევაც. და ესეც მოხდა. ესეც მოხდა, კი. ბატონმა რაულმა სწორად გაუთიშა ხელი, სწორად ავიღო მომენტი. და აი ეგ აქცენტი რომ იმდენად არ იყო, მაგრამ ბევრი დარტყმები იყო ძალიან. სამოყვარულეში ამას აჩერებდა. კი ბატონო, იმიტომ რომ მოყვარული სპორტსმენები არიან დებიუტანტები. პლუს აღარ იცავდა თავს აქტიურად. ერთი ხელი გათიშული ქონდა, მეორე ხელი უჭერდა და აქტიურობას დაკარგა უკვე დაიღალა. კი, ძალიან კარგად დაუჭირა ეს ხელი ჩიტიძემ. ხოთა შორის ამოაბრუნა ბრძოლა, რომელსაც აგებდა. და რომელიც როგორც წინა ბრძოლები დამთავრდა, ისე მიდიოდა პარტერშიც აგებით, მაგრამ შევიდან ამოატრიალა. აი ეს ხელი იმიტომ შეყო რომ არის აქედან გაქცევის მომენტი, მაგრამ ძალა აღარ იყო, უკვე ძალიან ძლიერი ფეხები აქვს და აქედან გამომდინარე ზიანიც მიიღო ეხლა საკმაოდ. Declaring the winner by TKO Vasil Chitidze. კიმბოქსის წარმომადგენელმა მოიგო რაუნდენ პაუნჩი, ხო? ხო. აი ესე არის დღესდღეობით ვითარდება MMA საქართველოში. ძალიან ბევრს მუშაობენ ბიჭები და შედეგებსაც დებენ.